მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ, აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სისტემატურად ახდენდა. ისინი რეალიზაციისთვის სხვადასხვა გზებსა და მეთოდებს მიმართავდნენ. სამართალ დამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების შრიკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მისდებული ადგილებიდან მივტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის კოკაინი, ჰეროინი, ალფა PVP, MDMA, მეთადონი, სუბოტექსი, ბუპრენორფინი, პრეგაბალინი, ლირიკა და მარიხუანა. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია თელსასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალებების დაფასებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260, 260 ტერცია, 260 კვარტა და 271 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.